რახანია ჩვენ არ გვისაუბრია უკრაინაზე, იცით თქვენ? მიზეზთა გამო, იმიტომ რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებმა შესჭამა ყველა საერთაშორისო თემა, ახლო აღმოსავლეთის თემაც შესჭამა. რადგან ჩვენგან სამხრეთით, სამხრეთ ახლო აღმოსავლეთში ისრაელსა და პალესტინას შორის, ისრაელსა და ჰამას შორის ტყვეების გაცვლის პროცესი, ტყვეების დაბრუნების პროცესი. ნუ საინტერესო ესია ტრამპმა ხელი მოვაწერა, შტადგება თუ არა, მართლაც დამყარდება თუ არა, მშვიდობა, რომელ ზონებზე გავლენ, ესე რუკა უნდა აიღო და ყვითელი ზონა რა არის, ყვითელი ხაზი რა არის, იმას უნდა მიაქციო ყველგან რა ეტაპებიელით, უკვე შემდგომ ეს არ არის იოლი პროცესი. ჩვენგან ჩრდილოეთით მიმდინარე პროცესი კი ამბები კიდევ უფრო საინტერესოა. დღე არ გავა, რომ უკრაინელებმა უმნიშვნელოვანესი შეიარაღებითა და უმნიშვნელოვანესი ერიშები არ მიიტანონ რუსეთის კრიტიკულ და სტრატეგიულ ინფრასტრუქტურაზე, რომელიც ეს ინფრასტრუქტურა მეტწილად და უმეტესწილად არის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, იარაღის საწყობები, ქიმიური ქარხნები. ახლა მე რომ გითხრათ, რომ 25-30% ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებისა განადგურებულია მეთქი რუსეთში, აი ამ ვებერთელა რუსეთში, თქვენ დამიჯერებთ რა საკვირველია, მაგრამ ზოგი თქვენგანი, ვისაც გამოჭედილი აქვს ტვინი ქართული ოცნებისა და რუსეთის რუსული პროპაგანდით, ამ ყველაფერზე შესაძლოა გაიცინებს კიდეც, იმიტომ რომ მე არ შემიჭყიტავს არასოდეს, მაგრამ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ რუსულ Telegram, თუ Facebook, თუ სხვა YouTube არხებზე, ხო, სხვა გვარი მონაცემები ქვეყნდება და მე არ კვიეო, ეხა ვინმე იტყვის, რომელია მართალიო, რატომ არიან მაინც და მაინც უკრაინელები მართალი და რუსები კი მტყუანებიო, რატომ არის უკრაინელთა მონაცემები მართალი და აი რუსებისა კი ტყუილიო, იმიტომ რომ და აქ უკვე პასუხი სიმართლე გითხრათ არა მაქვს, იმიტომ რომ დავალ წერტილი უნდა დავსვა, იმიტომ რომ რასაც უკრაინელები ამბობენ, პროპაგანდაც არის, პროპაგანდაგან არ არის, მაგრამ მეტწილად უფრო ის არის მართალი და არა ის, რასაც ამბობენ რუსები, მით უფრო რომ რუსეთის შეზღუდულ საინფორმაციო სივრცეში კრიტიკული აზრი როგორც ასეთი რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ არ ანიშვიათად ისმის თუ აღმოხდება რომელიმე Telegram users ორი სიტყვა პუტინის წინააღმდეგ რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ ორ სიტყვას აპატიებენ, მაგრამ აი თუ 12 სიტყვა აღმოხდება ადურთინებენ თავს რომელიმე საპატიმროში, 1 და 2 პროპაგანდისტი და ამავდროულად კრიტიკოსი დაიჭირეს, არა 2-იც დაიჭირეს, 20-იც და 40-იც. სამაგიეროდ ისინი კვებავენ, როგორც საკუთარ მოსახლეობას, ისე გარშემოყოფი ქვეყნების ახლო საზღვარგარეთს რომ უწოდებენ, იმ ქვეყნების ხელისუფლებებს და განსაკუთრებით საქართველოს ამ შემთხვევაში საინტერესო რა საკვირველია ხელისუფლებებს ცრუ და ცრუ ინფორმაციებით, ტყუილითა და ტყუილით რომ რუსეთი გამარჯვებებს აღწევს. მაგრამ იმიტომ აკი გითხარით, უკრაინა უფრო გამარჯვების გზებზეა და არა დამარცხების ფიასკოს გზაზე, შემდგარი განსაკუთრებით ბოლო 2025 წელს და არა მხოლოდ დასავლური იარაღის გამოყენებით დასავლეთმა ევროპამ გაისიგრძე განა ევროპის მილიტარიზმი, აუცილებელი როა ის ევროპის მილიტარიზმი, ამერიკის მერმისი კი როგორი იქნება, ეს კიდევ ვნახოთ. თუმცა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტიც, რომელმაც 1, 2, 3, 4, 5 კონფლიქტი მოაგვარა, ან თქვა რომ მოაგვარეო, თუმცა ძალისხმევას არ იშურებს, ესეც ფაქტია, სხვა საქმეა რომ შეიძლება წუნი დაუდოს, სხვა მიმართებით, სხვა კუთხით, სხვა რაკურსებით, მაგრამ ძალისხმევას იშურებსო, ამაზე კი ვერაფერს იტყვი, ამაში კი ვერ მიედავები. ხო, ახლა ცოტა ხნის წინ დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ტომოჰავკებსო, რომ იცოდეთო, მე მართლა გადავცემ უკრაინას, რა ტომოჰავკებს თუ გადავცემო, ცუდი დღე ელის რუსეთსო, მე უნდა ვკითხო, ესე თლად ესე არ არის, მე უნდა ვუთხრაო პრეზიდენტ პუტინს, რომ მე შეიძლება გადავცე და შეიძლება სულაც არ გადავცე ტომოჰავკები უკრაინას, მაგრამ აი რომ იცოდე რომ გადავცე, ცოტა ცუდად გექნება საქმეო, ახმამაღლ და ამის შემდეგ რუსეთის პოლიტიკური ელიტა მორიგჯერზე და ვისაც არ დაეზარა, ყველამ გააკეთა კომენტარი, ისინი საკუთარ საზოგადოებასაც, რასაკვირველია და აგრეთვე დასავლეთსაც უჩვენებენ, ცდილობენ რომ უჩვენონ, რომ ბრგედ და
ურყევად და ურღვევად დგანან და არა აშინებთ, არაფერი აშინებთ და ამიტომ ტომოჰავკებს გადასცემს თუ ატომურ ბომბს პრეზიდენტი ტრამპი უკრაინას, ეს მათთვის პრობლემა არ არის, იმიტომ რომ ასეთი ძლევამოსილები არიან, ოღონდ ისინი ძლევამოსილნი არ არიან. აქ იგითხარით, რომ მისი ამ ქვეყნის კრიტიკული ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი 30% ცოტა კი არ არის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებისა, განადგურებულია. შავ ზღვაზე კიდევ ერთი ტრაგედია ამბავი მათთვის ტრაგედია დაემართათ და ამაზეც ოდნავ მოგვიანებით, მაგრამ ახლა ტომოჰავკებთან დაკავშირებით კი ერთი ახმამაღლებული ულვაშებიანი კაცის რო დაბერდა ამ თანამდებობაზე პესკოვის კომენტარი უნდა ჩაგიკითხოთ. ტომოჰავკების ფრთოსანი რაკეტების გაშვებას ამერიკელი სპეციალისტების მონაწილეობას სჭირდებაო, ამბობს პესკოვი დიმიტრი. ამიტომ ამ რაკეტების კიევისთვის გადაცემა მართლაც შეიძლება ცუდად დასრულდესო და რას ნიშნავს ეს ცუდად დასრულდება, ჩვენ ჯერ არ ვიცით, თუმცა ის ვიცით, რომ მეორე დიმიტრი ლოთი აბჯერა, თუმცა ესეც ურტყავს ჩემი აზრით არც თუ ცოტას პესკოვი, მაგრამ მეორე უფრო რო ურტყავს იმ დიმიტრიმ, ამჯერად მედვედევმა ისაუბრა მასზე და ცუდად დასრულებაზე, ისევ დონალდ ტრამპს დაემუქრა, თითქოს ჭკუა არ ისწავლა იმის გამო, რომ მუქარებისა და გამო ორი წყალქვეშა ნავი გააგზავნა ტრამპმა რუსეთის სიახლოვეს, წყალქვეშა ატომური ნავი. მედვედევმა ამჯერად თქვა შემდეგი რამ. ტრამპმა თქვა, რომ თუ რუსეთის პრეზიდენტი უკრაინის კონფლიქტს არ მოაგვარებს, ეს მისთვის ცუდად დასრულდება, მოკლედ რომ თქვათ, კიდევ 101-ად იმუქრება ტრამპიო, ამბობს დიმიტრი ლოთი მედვედევი, პირველი ლოთია, გითხარით. თუ ბიზნეს მშვიდობის მყოფელი, ტრამპიო ტომოჰავკებზე საუბრობს, მაშინ ეს ფრაზა არასწორია. ამ რაკეტების მიწოდება შეიძლება ყველასთვის ცუდად დასრულდეს და უპირველეს ყოვლისა თავად ტრამპისთვის. შენო რამე ხო არ გეშლებაო? ლოთმა ჟღალს შეუთვალა. ასჯერი თქვა, რომ ფრენისას ტომოჰავკების ბირთვული ვარიანტის გარჩევა ჩვეულებრივსავე საგარ შეუძლებელია, რაც გასაღებია ამ ზოლებიან ვარსკვლავებიანი ბიზისთვისაც კი. მათ გასაგებია ამ ზოლებიან ვარსკვლავებიანი ბიზისთვისაც კი. მათ გაუშვეს არა ბანდერელთა კიევი, გაუშვებს ბანდერელთა კიევი, არამედ სწორედ ამერიკის შეერთებული შტატები, ტრამპი. როგორ უპასუხებს რუსეთი? ნახავთ და აქაც ისევ მინიშნება, რომ ტომოჰავკები არ გაუშვათ, იმიტომ რომ მისი ჩვეულებრივი რაკეტებისაგან განსხვავება პრაქტიკულად შეუძლებელია. რუსეთი როგორ გიპას ვერ შევწყვეტ ეხლა მე 8 წუთიან ვიდეოს იმის გამო რომ ორჯერ მოულოდნელად გაცებინებს ხოლმე ადამიანს დამაცებინა. ხო და მე ნახეთ როგორ გიპასუხებთ, რომ რჩება იმედი რომ ეს მორიგი цаრიელი მუქარა, ამბობს მედვედევი და ჯამბასთან ამას არ გააკეთებენო. კოკაინის ზემოქმედების ქვეშ მყოფ ჯამბასთან გაჭიანურებული მოლაპარაკებების გამო მოხდა ეს ყველაფერიო და მე უკვე მედვედევის და არა მხოლოდ მედვედევი ევროპას ანაშაულებენ უფრო იმაში, რომ ომი ამ წამამდე ვერ შეშერდა, თუმცა ცხადია ეს უპირველეს ყოვლისა რუსეთის ბრალია, რომელსაც მთელი უკრაინა უნდა იცით თქვენ, მაგრამ ახლა ამ ყველაფერს თავი მივანებოთ თავი და მე უნდა დავსვა ერთის მხრივ რიტორიკული, მაგრამ მეორეს მხრივ არც თუ რიტორიკული კითხვა, რომლის ადრესატის არის საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება ბანდა. წარმოვიდგინოთ, მე კი მჯერა, მე კი ვხედავ, რომ თქვენ ამისი არ გჯერათ, მაგრამ დაუშვებელი და წარმოუდგენელი მსოფლიოში არც არაფერია. წარმოვიდგინოთ 1 წამით, 1%-ით, 1 წამითა და 1%-ით დაუშვით, რომ სწორედაც რომ უკრაინა იმარჯვებს ამ პროცესში და სწორედაც რომ რუსეთი მარცხდება ამ ომში. 1 წამით დაუშვით, მესმის რომ არ სჯერა ეს რომელიმე რიგით თუ არა რიგით დეპუტატს ქართული ოცნების. მესმის რომ რიგითი თუ არა რიგითი მინისტრი მეტყვის რომ ეს შეუძლებელია რომ მოხდეს. მესმის რომ მათ არც უნდათ ეს ყველაფერი, არათუ არ სჯერათ, არამედ არ უნდათ. მესმის რომ მათეული კალკულაციით თუ როგორც ამას ქვია, არ ვიცი, სხვაგვარადაც ვიტყვი, გათვლებით, მოკლედ თეული ანალიზით, მათეული გათვლებით ეს ვერ შეიძლება, არ შეიძლება და ვერც მოხდება, არც შეიძლება მოხდეს და ვერც მოხდება, მაგრამ მე მინდა მართლა წარმოუდგენელი და დაუშვებელი და ვერ მოსახდენიც კი ხდება ამ მსოფლიოში ისეთ
ქაოსში, ისეთ უცნაურ დროებაში ვცხოვრობთ და აქედან გამომდინარე მინდა რომ 1 კინკილა პროცენტი დავუშვათ, რომ უკრაინამ გაიმარჯვა წლის ბოლოს, მომავალი წლის ბოლოს და გამარჯვებაში ვგულისხმობ უკრაინის მთელი ტერიტორიის სუვერენიტეტის აღდგენას, კიევის მიერ სუვერენიტეტის დაბრუნებას მთელს ტერიტორიაზე კიევის მიერ. ანუ კიევი აკონტროლებს დონბასს, კიევი აკონტროლებს ყირიმს, კიევი აკონტროლებს ხერსონს, კიევი აკონტროლებს ზაპოროჟიეს და მეცაც გეტყვით, ამის გამო რუსეთის შეერაღებული ძალები თუ ჯანდაბა მაგათ მინსკ გდებავთ გენერლები თუ ფსბ-შნიკები მიუტრიალდნენ პრეზიდენტ პუტინს, ამოიღეს მაკაროვი და დაახალეს იმ გასიებულ ტვინში. იქ კადიროვი ახტა, იქ ვიღაცა ჩახტა და ამბავია დიდი ქაოსია, ღმერთმა რას იცის, რას ამბობს თათრეთი, ტატარსტანი და ბურიატები კიდევ რას ამბობენ იქით და კიდევ იქ სახალინზე რა ხდება, ჩელიაბინსკში თუ მურმანსკში თუ ზემოთ და ომსკში შედარებით ქვემოთ. წარმოვიდგინოთ რომ ქაოსია, პეტერბურგს აღარ უყვარს მოსკოვი და მოსკოვს აღარ უყვარს პეტერბურგი, არც ისე გიждდებიან ერთმანეთზე, თუ თლად გულახდილები ვიქნებით. აი ამ შემთხვევაში ამის შანსი არის, მოდი 1%-საც არ ვიტყვი, 0.0001 მე 1000-დი თუ მე მილიონედი პროცენტი, მე 100.000%, ხო? რა ხდება ამ შემთხვევაში თქვენს ტვინებში და თქვენ როგორ გადარჩებით? ეს კითხვა მაქვს. ანუ აქეთ რა მოხდება, წარმოიდგინეთ, სამხრეთით, სამხრეთ კავკასიის სამხრეთ რეგიონის ნაწილი სრულიად თავისუფლდება რუსეთის გავლენებისაგან. გიუმრის ბაზიდან ერთმანეთს ასწრებენ რუსი ჯარისკაცები, ერთნი მირბიან ამ ჯარისკაცებიდან საკუთარივე სახლებში რომ ჩაეხუტონ 3-4-5 წლით უნახავ მშობლებს, დედებს, რომლებიც მათზე ფიქრობენ, რომ დაღუპულებიც კი არიან. აქ ალუზია ერთ ლექსთან, რომელსაც ქვია წერილი დედას და რომლის ავტორიც არის რუსეთის სინამდვილეში კარგი პოეტი, თუმცა მსოფლიოს სინამდვილეში ცხადია არც თუ კარგი, არც თუ საუკეთესო პოეტი სერგეი ესედინი, პისმო მაწერი ქვია ამ ლექსს. მეორენი მირბიან ფრონტის ხაზზე რომ იქნება ნადავლი მოიპოვონ მოსკოვიდან გაძარცვონ ჯერაც შერჩენილი დასავლური ან რუსული მაღაზიები და მეტი და მეტი მოიპოვონ, მეტი და მეტი სიმდიდრე მათ გაუბედურებულებმა, რომლებიც გიუმრის ბაზაზე მსახურებისას, რომლებსაც ბათინკებს კი არ უსვლიდნენ წლიდან წლამდე და ხელფასსაც კი უგვიანებდნენ ხშირად, რომლებსაც სუდად აჭმევდნენ, სუდად კვებავდნენ. მესამენი ღმერთმა უწყის რა სამარადიოროდ მირბიან თუ უცხოეთისკენ უჭირავთ თვალი და მეოთხენი უბრალოდ ლოთდებიან, განა არა, ლოთდებიან. იგივე ემართება ცხინვალსა თუ ჯავაში, სოხუმსა თუ ოჩამჩირეში, გუდაუთაში თუ სხვაგან არსებულ სამხედრო ბაზებს, შენაერთებს, ნაწილებს, ასეულებს, ათასეულებს თუ ოცეულებს თუ ათეულებს თუ ინდივიდებს. ერთმანეთს ასწრებენ ეს ადამიანები. აი ახლა მე გეკითხებით თქვენ, ქართული ოცნების მესვეულებო. ამ შემთხვევაში თქვენ რას აპირებთ, ლიდერებო? თქვენ ისევ აპირებთ, რომ გამოაცხადოთ ამგვარ რუსებს წასულები არიან, რომ ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავიბრუნებთ აფხაზეთს სადაც ცხინვალის რეგიონს ძალის გამოყენებით. ოკეი, whatever, რას ლაპარაკობთ, არავინ არ მოგიწოდებთ ეხლა იმისაკენ, რომ ირაკლი კობახიძემ ჯარი აისხას და პირველი აკვეთოს აფხაზს რომელიმე სეპარატისტს, იმიტომ რომ განიგმირება, რომ მან ომი არ იცის. არც იმისკენ მოგიწოდებთ, რომ შალვა პაპუაშვილი ჯერ ვენახში წავიდეს და მერე ცხინვალის რეგიონით ავტომატით ხელში კონდახ ნაზად. არა, მე ამისაკენ არ მოგიწოდებთ, მაგრამ რას აპირებთ? ანუ ისევ არ მივდივართ სპეციალური სამხედრო ოპერაციით, გავიმეორებ ეხლა ამ რუსულ აბრევიატურა ტოპონიმიკა სახელწოდებას, არ მივდივართ ცხინვალის რეგიონისკენ და აფხაზეთისკენ, არა, კი ბატონო, არ მივდივართ, არც შეერაღებულ ძალებს უგზავნებთ, მაგრამ რას აპირებთ უფრო გლობალურად? როდესაც უკრაინა პუტინის რეჟიმის დამხობის შემდეგ ლუკაშენკოს რეჟიმიც, ანუ ბელარუსი დაემხობა ლუკაშენკოს რეჟიმიც. მოლდოვა ის ამი. სომხეთი, აზერბაიჯანი განთავისუფლებული აქედან ნაწილი მოლდოვა, ეს მეორე უკრაინა თავად, სომხეთი და ბელარუსის მაღალი ალბათობით.
ევროკავშირისკენ მიდის, ან ევროკავშირში ერთიანდება. ევროკავშირის სივრცეში. მეორე ნაწილი შეიძლება სულაც არ მიდის ევროკავშირისკენ, მაგრამ ვინც ის და იქნება აზერბაიჯანს მაგალითად უჩნდება ნატოში გაწევრიანების პერსპექტივები და სურვილები. ყაზახეთსაც კი თქვენ წარმოიდგინეთ. როდესაც ეკონომიკური აღებმიცემობაა თურქმენეთი აზერბაიჯანს უკავშირდება კასპიის ზღვის აღმოსავლეთი, კასპიის ზღვის დასავლეთს უფრო უკავშირდება მეთქი. როდესაც უმძლავრესი უზბეკეთი თურქმენეთთან კიდევ უფრო მეტ ეკონომიკურ ურთიერთობებს აჩაღებს, აღებმიცემობას ყაზახეთზე აღარაფერს ვიტყვი, ამავე პროცესში არის ჩართული ცენტრალური აზიის ორი სხვა სახელმწიფო, უზბეკეთი ვთქვით, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი. როდესაც ამ ყველაფერს სამხრეთ აღმოსავლეთიდან აკონტროლებს ჩინეთი, რომელსაც თავის მხრივ სამხრეთიდან აწვება ალბათ ორი სიტყვა არ არის, მაგრამ თავისი ურთიერთობებს აყალიბებს უმძლავრესი ინდოეთი. როდესაც თურქეთს თავისი, ეხლა უკვე ჩვენს რეგიონში გამოვინაცვლოთ, ხო თურქეთს თავისი გეოპოლიტიკური, გეოსტრატეგიული ინტერესები აქვს რეგიონში, მან არამც და არამც არ უნდა დაუთმოს ისრაელს პირველობა, მაგრამ ისიც კი იცის, რომ მეორე თუ იქნება ესეც რთული იქნება მისთვის, იმიტომ რომ ისრაელის ნამეტანი წინ წასვლა ხომ რთულია, მაგრამ არც ისრაელი არ უნდა იყოს პირველი, მოდი ასე გეტყვით, ხო? თლად პირველი. ამასობაში გაძლიერებული ყატარი, გაძლიერებული საუდის არაბეთი, გაძლიერების სურვილზე გზაზე შემდგარი ირანი, რომელიც ალბათ მაინც ვერ გაძლიერდება. აი ამ პირობებში, ამ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, როდესაც იქით დასავლეთ სანაპიროზე შავი ზღვისა აბსოლუტური აღმასვლით მიდის ბულგარეთიც კი, რუმინეთზე რომ აღარაფერი ვთქვათ, რომელშიც ნატოს სამხედრო ბაზა არის და უნგრეთშიც დასრულებულია ორბანის, ის აპრილში დასრულდება მომავალი წლისა ორბანის რეჟიმი და იქაც ადვოკატი ვეღარ გეყოლებათ. ხო და რას აპირებთ, როდესაც შავი ზღვის 7-10%-ს თუ აკონტროლებს ისიც ღმერთმა უწყის 1% დაუშვით ამის ეს დანგრევის პირას არსებული რუსეთი პოლიტიკას ცვლით. და როგორ აყალიბებთ აი ამ პოლიტიკას, ახალ პოლიტიკას თუ შეცვალეთ მაინც და მაინც გამარჯვებული ზელენსკის მთავრობასთან. ფორუმებზე რო შეხვდება თქვენი ეს თმა ფუჩეჩა ან მომავალი თავმელოტა პრემიერი, რა უნდა უთხრას? მან, ამან, თქვენმა, ჩვენმა, იმას გამარჯვებას. მიესალმება კი? და თუ არ მიესალმება, ვუია, ახლაც რომ არ ესალმება. მაგრამ თუ მიესალმება და ის თავის მომძლავრებულ მარჯვენას მოუჭერს ამის მოსუსტებულ მარცხენას თუ მარჯვენას ასევე და ატკენს. ხო, კიდევ ერთი ვუია თუ ვაია. ამიტომ ასე რადიკალურად რო ქმედებთ ევროპის წინააღმდეგ და არც ერთი წამით რომ არ უშვებთ იმას, რომ უკრაინა გაიმარჯვებს, თლად ესე არ არის საქმე, ოღონდ გამარჯვების შანსი უკრაინას აქვს გაცილებით მეტი, ვიდრე დამარცხების, 1%-ზე მეტი კი არა, ვიდრე დამარცხების. და ახლა თუ მართლა Yandex თუ Lenta Rus არ კითხულობთ Rambler Rus-ზე არ ეძებთ როგორც პოლიტიკურ ინფორმაციებს, ისე საეჭვო საიტებზე არ დაძვრებიან თქვენი ზარქუები, ოღონდ მე ეჭვი მაქვს რომ დაძვრებიან. მაშინ უნდა იცოდეთ, რომ ყველა პრაქტიკულად ანალიტიკური ცენტრი ობიექტური და არა სუბიექტური, ობიექტური და არა ანგაჟირებული დაახლოებით მოცემულ ეტაპზე ამერიკის შეერთებული შტატების ქმედებების ამ დინამიკის გათვალისწინებით აგრეთვე. უკრაინის შეიარაღების წარმოების ამ დინამიკის შენარჩუნების გათვალისწინებით ამბობენ ესე 26 არ ვიცით და 27 წელს უკრაინა რუსეთის ომი დასრულდება ამ უკანასკნელის მარცხით და შეფარდება ტოტალიზატორში ხო გითამაშიათ თუ არ გითამაშიათ, სარქუა უთამაშია, გარწმუნებთ. შეფარდება არის 8-2-ზე 80-ზე 8-2 კოეფიციენტის მიხედვით ვიკეთებთ. უკრაინის გამარჯვებაზე არის 1.2. სხვადასხვა ვიტყვი 1.2 კი ბატონო ესე ვიტყვი, ხოლო რუსეთის გამარჯვებაზე არის 2.4. ორჯერ მეტი პრაქტიკულად. პრაქტიკულად კი არა რეალურად.
ხო და რას აპირებთ? მაგრამ თქვენ გასაპირებთ, ეგ ძალიან საინტერესო კითხვა არის და პასუხგასაცემი, მაგრამ პირველ ყოვლისა შენ რას აპირებ? აბასთუმანში გამაგრებულ ფულს შენ არავინ დაგიბრუნებს. სანქციებს შენ არავინ მოგიხსნის. მეტ და მეტ სანქციას დაგიწესებენ. ეს შენი მარჯვენები რო არიან ახლა. ისინი აიღებენ დანას და ზურგში ჩაგარტყავენ. პირდაპირ მნიშვნელობითაც მეთქი გაგიბედავდი. ასე. და რას აპირებ? სამშობლო რო არ გიყვარდა შენ, ახლა რომ გადაფიჩინებულ სამშობლოს მოყვარულ პირად მოგაქვს თავი, ამის ნათელი დასტურია შენივე მოღვაწეობა, თომას მოღვაწეობა ჰქვია, შენივე ყოფნა სამშობლოს სამსახურში 92-დან 91-დან ვიდრე 2000 თუ გინდა ასე გეტყვი 2003-მდე 4-მდე ანუ 12-13 წლის განმავლობაში. მაგალითად, სამშობლო ვისაც უყვარს ის ჩარტელურ რეისს იღებს, თავად იღებს, მდიდარი როცა მოფარინავს საქართველოში და 31 მარტის რეფერენდუმში მონაწილეობს. მიიღე კი შენ მონაწილეობა ბიზინ. წახვედი კი მოსკოვიდან, ჩამოხვედი კი თუ სადაც იყავი მოსკოვიდან. ჩამოხვედი კი თბილისში 91-ში. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. დაგხვდა თუ არა იმ ხანად რა იყო, მერსედესი გეყოლებოდა, მაგრამ ვოლგა თუნდაც, ჟიგული, გაგაზე კი საჩხერეში. საჩხერიდან მოგაზე თუ მიგაზე ჭორვილაში და შეხვედი ჭორვილის სკოლაში, სადაც გახსნილი იყო საარჩევნო უბანი 18, ანუ 41 პირობითად. და იქ მოხაზე კი მე ვემხრობი საქართველოს დამოუკიდებლობას. თანახმა ხარ თუ არა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე აღდგეს საქართველოს დამოუკიდებლობა. არა დიახ, მოხაზე არა, არ გაგიკეთებია. ამიტომ ეს უბრა პატრიოტიზმი, როცა შენ ფულს აკეთებდი მოსკოვში და აქ ადამიანები ეწირებოდნენ ამ ქვეყანას, ცდებოდნენ, განაარცდებოდნენ, ეს შენი დღევანდელი პატრიოტიზმი უბრა პატრიოტიზმია. 2003-მდე კი არა, 11-12-მდე არ ჩართულ ხარ შენ პროცესებში. ფეხებზე კი გეკიდა 7 ნოემბერიც და 26 მაისიც. სააკაშვილის მიერ მოწყობილი 7 ნოემბერი და 26 მაისიც. ფეხებზე გეკიდა აფხაზეთში დაგვიქნეს. ერთი კაპიკი, ერთი რუტოლვილისთვის, რომელიც წამოვიდა ჭუბერის გზაზე. გადაგირიცხავს კი. ამიტომ ახლა როცა მიმტკიცებ რა, როცა ამბობ რომ აი მე სამება მე მიმტკიცებ და ჩვენ მიმტკიცებ. სამება ავაშენე. ის სამებაც იმიტომ ააშენე და იმ ინტელიგენციასაც იმიტომ გადაუხადე ბევრი ფული შენთვისაც ბევრია 3-4 მილიარდი გადახდილი განა არა. იმიტომ რომ ირიბად მოგესყიდა ქართული საზოგადოება და 2012 წელს 11-12 წლებში ბრძანებულიყავი, შემოსულიყავი ქართულ პოლიტიკაში, რომ მე რუსული სპეცოპერაცია ჩაგეტარები და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ხო და დავუბრუნდეთ პირველ სიტყვას. რას აპირებ? უკრაინა იმარჯვებს პრაქტიკულად გადაწყვეტილია. ისტორიაში რომ ჩაეწერეთ თანამედროვე ორჯონიკიძეებად, ესეც გადაწყვეტილი ამბავია, მაგრამ მე რა ხდება და თუ არ გჯერათ რომ უკრაინა იმარჯვებს, ოკეი, ეს ვერინება 1% მაინც დაუშვით ამის 5-ოდე წუთით. და აი მე იმ დაშვების გათვალისწინებით გამეცით პასუხი. სად მიყავთ ეს ქვეყანა, თორე თქვენ რო ჩაჩეხილნი ხართ, ჩემთვის უკვე ცხადია, დროის ამბავია, თორე ნახვამდის.